ახლა ჩვენი სტუმარია მსოფლიო ჭადრაგის ლაზიერი. ქალი, რომელიც ყველა მეფეს თავის ჭკუაზე ატარებს, ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი. ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი. მერცმუნე ძალიან ბედნიერი ვარ, თქვენთან რომ ზივარ ახლა და შემილია რამოდენიმე სიტყვაც კი გაგიბედოთ და გითხრათ. პირველ რიგში გილოცავთ მსოფლიო ჩემპიონის კიდევ ერთ ტიტულს. დიდი მადლობა. ძალიან მოკლედ მოგვიყევით ამ ჩემპიონატის შესახებ. რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის ეს ტურნირი? ეს ჩემპიონობა რა თქმა უნდა განსხვავდება იმ ახალგაზრდულ წლებში მოპოვებული ჩემპიონობისგან. იმას სხვა დატვირთვა ჰქონდა, ამას სხვა დატვირთვა აქვს. ეს არის სინიორების ჩემპიონატი, დაყოფილია ორი კატეგორია სინიორების წლოვანების მიხედვით. 50-დან 65 წლამდე და 65 წლის ზევით. ასე რომ, გასაგებია რომ მე ვთამაშობ 65 წლის ზევით, დასამალი არაფერი არაა. რომ წმოვიდო მაინც ვერ დავმალავ. და მსგავს ტურნირებში ჩვენ ქართული მოჭადრაკეები კარგახანია ვთამაშობთ. ჭადრაკის ფედერაცია ატარებს მსგავს ტურნირებს 90-იანი წლებიდან სისტემატიურად. გაზაფხულზე იმართება ხოლმე ევროპის პირველობა და აი წლის ბოლოსკენ უკვე მსოფლიო ჩემპიონატი. რატომ სინიორები და არა სინიორინები? იმიტომ რომ სინიორებში შედის ყველაფერი. ჩვენ ხანდახან კაცებთან ერთად გამოვდივართ. ერთხელ ვითამაშე მე კაცებში. პირველი ჩემი ტურნირი ვითამაშე, წელი არ მახსოვს, მხოლოდ მაშინ ოლიმპიური პრეზიდენტი ვიყავი, კაცებში ვითამაშე და ძალიან ახლოს ვიყავი მსოფლიო ჩემპიონობასთან. მოგებული პარტია წავაგე და მოგებული აბსოლუტურად დასანებელი პოზიცია ჰქონდა ჩემს მოწინააღმდეგეს, ის გახდა მსოფლიო ჩემპიონი და მეორე დღეს ასეთმა ცნობილმა მოჭადრაკეებმა, როგორც ვასიუკოვია, რომ გაიგო ჩემი წაგების ამბავი. იცოდა რომ დარბაზი რო დატოვა, რომ ვიგებდი. რამოდენიმეჯერ მომისამძივრა. პარტიის წაგება. ის მართლა იქნებოდა ძალიან მაგარი, რომ მომეგო, იმიტომ ძალიან ძლიერი შემადგენლობა იყო. რაც შეეხება ამ ტურნირს, ეს ერთ-ერთი მორიგი წარმატება იყო. ამით მე არა მარტო მე, სხვა მოჭადრაკეებიც ქართველები ფაქტიურად ყოველ წელიწად ჩვენ რო გამოვდივართ ამ ტურნირებში, უამრავი медаლი ჩამოგვაქვს. იმის მიხედვით ამდენი ვარ წასული. გასაგებია. სხვადასხვა სინჯის, რა თქმა უნდა, და ეს მე არ დამითვლია ჯერჯერობით, მე რამდენია ახლა ეს ჩემპიონობა. მაგრამ ჩემთვის ამას სხვადასხვანაირი დატვირთვა. აგერ ორი ქართველი იყავით წასული და მშვენიერი შედეგი. არა, მეტი ვიყავით, რატომ? იქ უფრო დაბალ ასაკში მელაშვილი და ქასოშვილი თამაშობდნენ და ძალიან ახლოს იყვნენ მედლებთან. უბრალოდ ცოტა არ გაუმართლათ ბოლოს. ისე კი სხვა ტურნირებში მედლების გარშე მაგინი არ დაბრუნებულან. ჩვენ ამ ტურნირებში დავდივართ ჯერ ერთი სასიამოვნოა, რომ ნებისმიერი სინჯის აღება მედლის. ეს ერთი. და მეორე ვიმუხტებით უბრალოდ. მე მაგალითად პირადად დავდივარ, იმიტომ რომ მე ამით ვიხანგრდივებ სიცოცხლეს, იმიტომ აბსოლუტურად სხვა ენერგიით ჩამოვდივარ, უკან ბრუნდები, დამუხტული კარგად ძალიან. მით უმეტეს, როდესაც სანამ ექნება შანსი, რომ ვიბრძოლო კიდევ გამარჯვებისთვის, იმიტომ რომ ეს იმდენად ჩემში ზის. კიდევ დიდხანს იბრძოლეთ მერწმუნე. მეორე და მესამე ადგილი ჩემთვის ისეა რა. უბრალოდ დამუხტული მაინც ჩამოვდივარ. მაგრამ უკვე სხვა განწყობით. გასაგებია. ქალბატონო ნონა, რა მდგომარეობაა დღეს ქართულ ჭადრაკში? რა პერსპექტივები აქვს? ქართულ ჭადრაკში არ არის ცუდი მდგომარეობა, პრინციპში უბრალოდ ფეხბურთისგან განსხვავებით არ არის ცუდი მდგომარეობა. ჩვენ ეხლა იმ ჩემი თაობის დროს, როცა ორი თაობის შერწყმა მოხდა და ყველაფერი ჩვენს ხელში იყო, იმასთან შედარებით რო არ არის აი იმ მასშტაბის გამარჯვებები, ამიტომ ცოტა ასე ვთქვათ ისე არ ისმის ეს აღტაცება. თუმცა წელს როცა სერიოზული მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს ჩვენება, ქალთა გუნდზე მაქვს ლაპარაკი, მაგენი რამოდენიმეჯერ უკვე მოიპოვეს მათ ოლიმპიური ჩემპიონობა, მოიპოვეს წელს მსოფლიო ჩემპიონობა, მოიგეს ეს ევროპის საკლუბო ჩემპიონატი და ეხლა ევროპაზე გავიდე მესამე ადგილზე. ესე იგი ეს გუნდი კიდევ დიდხანს იბრძოლებს სხვადასხვა სინჯის მედლებისათვის. რა თქმა უნდა, მუდმივად ისინი პირველ ადგილს ვერ დაიკავებენ,
მაგრამ არც ესაა ცუდი, იმიტომ ბევრ სახეობაში, სხვა სახეობებშიც მუდმივად ასეთი სიტუაცია რო გქონდეს, მე მგონი კარგი იქნებოდა. მაგრამ აი ეს ფონი, რომელიც წინა ფონი, რომელიც იყო, ამის გამო მაინც ეს იწვევს აი ამ კითხვებს. მსოფლიოს 5 გზის ჩემპიონი, 11 გზის ოლიმპიური ჩემპიონი, საერთაშორისო დიდოსტატი ჭადრაკში ქალებსა და ვაჟებს შორის, ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის პირველი მფლობელი, 5 გზის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. ჯერ გავხდი მსოფლიოს ჩემპიონი, მე საბჭოთა კავშირის. საერთოდ დარჩა რამე რისი მიღწევის სურვილიც ჰქონდათ და ჯერ ვერ აისრულეთ. არსებობს ასეთი? არ არსებობს. საერთოდ ბედი მწყალობდა იმაში, რომ თუ რამე პირველად ხდებოდა, სულ ჩემი იყო. პირველი სუპერთურნირი 2 წაგებით დავიწყე და მოვიგე. პირველი ის ევროპის ჩემპიონთა ის რო ახსენეთ. მაშინ ხელი მოვაწერე ჩემს მეუღლესთან, დედაჩემი იყო სამამტყობოში და ამიტომ ქორწილი უნდა გადაგვეხადა დაბრუნების შემდეგ. 2 წაგები დავიწყე და ჩემი ქმარი გაგიჟდა, კი მე რასაკეთებო მითხრა და მე ვთხარი არა უშავს, დამშვიდი აწ ყველას მოვიგებდი და მოვიგე ყველა. და ერთხელ საბჭოთა კავშირის ფედერაციამ დააწესა პრიზი საუკეთესო პარტიისათვის. იქ არ ქონდა მნიშვნელობა ბავშვი იქნებოდა, დიდი იქნებოდა, ქალი კაცი. ქალი კაცი არ ქონდა. და ჩემმა ყაიმმა ველიმიროვიჩთან, ცნობილი იუგოსლავურ დიდოსტატთან, რომელიც იუგოსლავიაში ჩატარდა წელი, არ მახსოვს რომელი წელი იყო, წლები მავიწყდება ხოლმე, იმდენია სულ თამაშობდნენ ახლა, ძალიან ძნელია ყველაფერი წელები დაიმახსოვრო. იმ ყაიმმა გაიმარჯვა. საოცარი ყაიმი იყო, ის ზეპირად არ დაგამახსოვრდება, ის უნდა დაბეჭდილი როა, ის უნდა ნახო. მე შავებით ვიყავი, ის შემტევი დიდოსტატი იყო, ფიგურა შემომწირა 3 პაიკში და მეოთხე პაიკის აღება უნდოდა და ის მე რო გავჩერებულიყავი, მარტო დაცვაზე მეფიქრა. მორჩენილი იყო საქმე და მე შევუტიე. იმისმა მეფე მიმოძრავა ერთი კუთხიდან მეორეს, ჩემ მეფე ცენტრში დარჩა, ის მიტევდა, მე სულ ტაქტიკაზე ტაქტიკით ვახერხებდი დაცვა. საოცარი პარტია იმდენად რომ ეს იყო შვეიცარიული სისტემა. შვეიცარიული სისტემა რა არის? ძალიან ბევრი მოჭარაკეა, ხან 100-ია, 200, მეტიც. და კომპიუტერი თანაბარი ქულების მიხედვით კომპიუტერი პროგრამები არის და ის იძლევა კენჭისყრას. და იმდენად საინტერესო პარტია იყო, რომ მოჭარაკეები შემოგვეხვიენ და უყურებდნენ და ჩვენ ეს პარტია ყაიმით რომ დამთავრდა, ოვაცია გაგვიმართეს და ეს არ ხდება, ეს იყო პირველი და ერთადერთი შემთხვევა. ეს ყაიმი ჩემს საიუბილეო 60 წლის რო გავხდი, მაშინ იუბილე რო იყო ჩემი, ერთადერთი ყაიმი შევიდა იმ ჩემს საუკეთესო პარტიებში. დაიმახსოვრეთ ხალხო, ეს არის ის დიდებული ხალხი, ვის გვერდითაც ეხლა ვზივართ, ის დიდებული ქალბატონი, ის საოცარი ადამიანი და მე თამამად ვიტყვი, ამის თქმის არ მწვენია, მსოფლიოში უდიდესი მოჭადრაკე ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი. ნახვამდის. ეს იყო არაკორექტული შოუ, მაგრამ თქვენ არ გადართოთ. რადგან წინგელით უგემრიელესი სერიალი მზარეულები, მე კი ხვალამდე გემშვიდობებით და რასა პირველია, გიტოვებთ დღის ბრილიანტს. ნახვამდის. აბა ვისაც უნდა ბანანი დაიყვიროს.